არა, პრინცესა საკეთ არ ჩამოულია. რა საკეთებ, ნიკა? რა ვიცი, სკოლაში რაღაც საახალწლო ღონისძიებაა და ტექსტს სწავლობ. მართლა? უი, ნიკა, ისიც იქნება? კი. ხო, მე რატო ესე მოწყენილი? მოწყენილი ვიქნებით, ეკლა, აბა რა? რატო? წარმოიდგინე ახლა, გვანც არის პრინცესა და მე სოკო. სად სოკო და სად პრინცესა? აი რა უნდა მოხდეს ზღაპარში გამაგებინე ისეთი რომ სოკო და პრინცესა ერთად იყვნენ. ნიკა, ეს ღონისძიება რო გექნება, აუცილებლად მითხარი უნდა მოვიდე და გნახო. ხო, მოდი და თან ლომის როლზე არავინ არაა. ლომი ხარა? ლომი ხარ, ლომი? ვაშა, უთხარი რამე გეხვეწები რა. კარგი ნიკა რა, კარგი რა. ამ ხელა ბიჭი ხარ, არა გწვენია. ლომის და ოფოფის გარჩევა არ უნდა იცოდე? ესეც რა გაგიძლებ თქვენ თელი ზამთარი რა. შეგულება მაინც გქონდეს წავიდოდეს და დავისვენებდი. მართლა მე ახლა შეგულებაში გავდივარ. ხო და ნიკასაც აგერ სკოლა რომ მოურჩება, ბაკურიანში ვაპირებ წასვლას. წამოხვალ შენ. ვერავაშ. გუდაურში, მესტიაში, ბაკურიანში. აუ, ბაკურიანი. და გუდაური? აუ, გუდაური. მესტია? აუ, მესტია. შარვალი? აუ, და ვაშა, კარგი რა, კარგი, კი ნახამ დაიწვა. რას ჩაიცმევდი, ერთი ძალიან მაინტერესებს. ჩემია ეგ შარვალი? ხო. ხო, ესე იგი მომიწევს ახალ წელს მარტო შევხვდე. რატო მარტო ეკლა? აი ფიზიკოსი შემოვა ხოლმე. აგერ ეს კისკისა გაიცინებს და აიცი, გაერთობით. ხო, წარმოიდგინე ახლა ბიჭია რა მაგარი ხალხი ხდება ახალ წელს. მოდი დავჭერთ და მაგრა გავერთობით. გამარჯობათ. მოდი გადავა. ისა ბატონო ფიზიკოსო. ის რა მაინტერესებს. თქვენ შვებულებაში გადიხართ? მე არა, მაგრამ ავთომ მინდა გავუშვა შვებულებაში რა. საფხურში მთხოვა, მაგრამ იმდენი საქმე იყო, რომ სამაგეროთ ეხლა გავუშვებ ურეკში. ლაშე ეს გუშინ დამოვიწყდა რომ მომეც საჩუქარი იაპონიიდან ჩამოგიდანეთ, კარგი რამეა, ძალიან გამოგადგებათ. არა, იხოს მადლობა, არა, ვერ გამოგართმევთ, ბატონო პროფესორო, რას ბრძანეთ? ვერ გამოგართმევთ, ვერ. რას ლაპარაკობ, თქვენ იმდენი პატივი გაქვთ ჩემთვის ნაცემი, რომ არა, ეხლა ამ ხელა ეს არა, აიცით რა, მე ფიზიკურად არ შემიძლია მაგას საჩუქარს ხელი მომკიდე. არა, თუ მაინც და მაინც აი დადეთ მაგიდაზე და მივხედავ მე როგორც საჭიროა ისე. კი ბატონო. კი. შეგიძლიათ წაისვათ, ან ჭამოთ, ან სარეცხი გარეცხოთ ამით. ძალიან კარგი რამეა გამოგადგებათ ამდენად. მე წავისვავ მე, წავისვავ. მე აბაზანაში შევალ მაშინ. კი ბატონო, კი. წაისვი. აი. წავისვავ მე. შევიდა, წაისვი. მიდი, ხო ეძახი წავისვი. დაუძახი ბწოდე. ბატონო პროფესორო! აჩუნდი. მე უყურებდი ამაში რა დღეში. გაჩერდი და წესიად მოიგეთ, თორე გაიგებს თოვლის ბაბუა და არ მოგიტანს საჩუქარს. თოვლის ბაბუა თუ ლაშა ბაბუა? რა თქვი ახლა თეკლა? რა, ლაშა ბაბუა მეთქი. ანუ რა გამოდის, რომ თოვლის ბაბუ არ არსებობს? ეს რა არის? აი შენ ხო თქვი ლაშა ბაბუაო. ანუ არ არსებობს თოვლის ბაბუ. ნიკა, ეს
ნიკა რაღაცის კონცერტი მინდა არც სოკო ნიკა შენ ვერ გაიგე ნიკა სწორად არსებობს მართლა არსებობს ამჯერა შენ ხო თქვი რომ აშაბაბუაო რაღაც აქვს ეხა ჩემ ბავშვობას ნიკა ძალიან დიდი ბოდიში ნიკა მაპატიე რა დიდი ბოდიში ნიკა თეკლა ბოდიში მე კი არა ამას უნდა მოვხადო შარვალს ვაი მაშა აი ნახე დაიწვა ეს შარვალიც რა ოხ ნიკა რა დროს თოვლის ბაბუობანას თამაშის დრო იყო ახლა მითხარი რა დამეწვა შარვალი რა მოიცა ეს თამაში იყო? ხო, თეკლა თამაში იყო, ახლა შენ გჯერა რომ ნიკას ჯერა თოვლის ბაბუის? რა მე ამიტი რომ გამიშვი ნიკა. ხო, მამია. დღეს მოვდივართ მე და პაატა. ხო, მე და პაატა მოვდივართ დღეს. დღეს მოვდივართ დღეს. ხო. აი ეს ჩემზე მეტად დაბერებულა ეს. ვაიმე ბაბუ, გეხვეწები ჩართე გათმოვა ბაბუ, აღარ შემიძლია გავიყინე რაღაც. გეუბნები პირის რო ვიბან პირს, გაშრობას არაც ვერ ასწრებს, ეს ყელა იყინება ზედა, მე მთელი დღე ვისწორებ სახეს რა აღარ შემიძლია. დღეს ვილაპარაკო ბიდი ჩაიცვი. ხომ იცი დღეს სად მივდივართ? სოფელში. ბაბუ, ხო გითხარი, ვერ წამოვალ თქო არა, რატო არ გჯერა ჩემი მუშაობ, სამსახური მაქვს, დრო არ მაქვს. პატარა თანამდებობა კი არა მაგაცო. პატა ვარ კურიერი, აბა. ახლა თანამდებობა. ხო. აი ეხლა დარეკა მამია, ჩემ ძმა. ჩამოდითო, საახალწლოდ გამოგატანთ კოჭს, ღვინოს და პატარსთვის გოგოს. აი ბაბუ, რა გოგო, რა ცოლი. ჯერ ახალი წელი მოდის და მოდი ჯერ ინდაური მოვიყვანოთ, მერე ცოლი. თან ეხლა იქ რო ჩამოვიდე, ვიცი ეხლა უნდა დამიწყოთ შენ და შენ მაძბა მამიამ რომ შენ უნდა დამიწყოთ ცალკე რომ პაატა ცოლი მოიყვანე ცოლიო და ივან უნდა დამიწყოს პაატა ხალი მეიყვანეო და ეხლა არ მინდა არ მოგდენი თავი გეუბნება რა კარგი რა ბაბუს გაუმარჯოს გამარჯოს აგერ შენთვის ცხელი პური გავჩითე აი გუგა რა ცხელი მოიცა რა თქვი რა ქენი ცხელი პურიო გავჩითე გაჩითე ცოტა ხანი ესე მეჭირება ეს ცხელი თონის პური ცივა და იქნება გამათბოს აი ცოტა გამათბო გუგა მადლობა მოდი დაჯექი შენ გეუბნება გუგა მოდიო გუგაო მაგჭი ხო გუგა პერ სოსო ვარ მე დიდუბორი რა გუგა სოსო ბოდიში მოდი სოსო მოდი გეძახის ბაბუ და მოდი ხოდე ბაბუ ერთი პარტია შახმატი ხო არ მოგვეცხო არა და ბაბუ შეხედე ერთი როგორ გავს გუგას კი იძახის სოსო არ როგორ გავს გუგას შეხედე არა არ მინდა სოსო არ მინდა რატო ბაბუ ხო არ გიგებს გუგა თუ რა გჭირს რა არ გეშინდა არა გუგა არა მაგრამ სოსო მიგებს სოსო გეუბნები ბაბუ გინდა სახელი შეიცვალე გინდა იმიჯი ამას არაფერი არ აშველე ბაბუ უნდა მოცხათ შენ და სოსომ ჭადრაკი არა ბაბუ მე არ ვთამაშობ მე და პაატა მივდივართ სოფელში ბაბუ ხო გითხარი ვერ წამოვალ თქო ხო გითხარი არა აბა მარტო წავიდე მარტო რატო წახვალ მარტო ხალს გაყოლეს პატო ეს ისე რა ხო ისე რა ქვია მომისმენე ბაბუ ნუ ნერვიულობ შენ აი ჩემს მაგივრად შენ გამოყვებიან ნუცა და გუგა სოსო ბოდიში სოსო ნუცა და სოსო გამოყვებიან შენ და სად რა სად ხარო შენთან ამასთან მომიჯი ბაბუ რა თქვი ვერ გაიგე მოდი მოიწიე მე იქი და სოსო გახარ ანაირად გაიგე ბაბუ დაჯერდი ხო სადა მომესთან ხარო შეგეჩი სად რა თქვი არ მის ხო და მოიწიე რო არ გესმის მე მოიწიე და გეტყვი მოიწიეთ გავთბი რა ძლიერს არ მომისმენე ხარაგაულში მეთქი ბაბუა ძმასთან მამიასთან ხარაგაულში პაატა ძმაო ეხლა რა ხდება იცი მე გადარბენებზე ვარ რაღაცა რა სარკეები ოპელი რამე ხო ხდები გასაგებია არცალია რა ხო ხდები გასაგებია ხო რა ძმაო
გასაგებია ხო ხო შენ დაო რა ვიცი მე ცამცალია პატა აი ოპელი რაღაც სოსო გადარბენები და რამე გასაგები მუგამ ბოდიში სოსო ბოდიში მომისმინე იცი რა არის ხა ეს დიდუბელი სოსო მარტო ქალაქში რო დაკავდა ქალაქში რო გადარბენები და საქმეები და რაღაცეები ცოტა სოფელშიც გადაარბინე კაცო სოფელში ჩაიყვანე სოფელში და იქ გადაარბინე იცი რამდენი ოპელი დადის ხარაგაულში იცი 40 ოპელი უკვე 80 სარკეა გიფიქრია მაგაზე შენ ჰა ჩაიყვანე ხარაგაულში თანამაგარი იქნება დიდუბელი სოსო ხარაგაულში ჰა როგორია ზმაო აი მართლა ასწორებს და ხდება კი ძმაო ხო მაშინ თუ მოდის სასამეთ წამოვა აჰა კარგია ფერარით გავგაზოთ ხო ნუ თუ უნდა გაგაზო მაშინ ფერარი თუ უნდა გაგაზო აბარითი უნდა გაგაზო ხო იცი რა ქენი თქვენ ის დიდუბეში ის რო არის დიდუბეში გეცუნება დიდუბელი კაცი ხარ შენ სოსო და დიდუბეში რო არის ავტოსადგური ოკრიბა ხო იცი ხო აი იქ ჩადით შენ დანუცა და იქიდან ყოველ 20 წუთში ერთხელ გაზავენ ფერარები გაიგე ხო იქიდან გაზავენ ხოლმე და თქვენს გაგაზეთ იქიდან გაყევით ერთხელ როგორ დავიჯერო სოსო დიდუბელი კაცი ერთხელ როგორ არ მოგისმენია ოკრიბასთან ჩაგივლი ალბათ ერთხელ როგორ არ მოგისმენია რო აცხადებენ ხოლმე იქ წითელი ფერარი სახელმწიფო ნომრებზე გუგა სოსო ბაბუა 71 გაგაზავს ხარაგაულისკენ 18 წუთში ერთხელ მაინც არ მოგისმენია ჩაჯექით იქ მერე და თქვენს გაგაზეთ დიდი მადლობა რომ მიყვევით ბაბუას ჯიგარსონებო რა არის ეს? კარგი ტატო, რა კიდე შეგეშავა. აქ უნდა ჩააწყო შარშანდელი უწყისები, აქ უნდა ჩააწყო წლევანდელი უწყისები. ესე იგი ანუ აქედან უნდა ამოვიღო და ჩავდო აქ, ხო? მაგრამ მე ამას რა უხო? არა, რო ვიცოდე რა. კარგი ტატო, მომისმინე, ეს არის წითელი საქაღალდე. აქ უნდა ჩააწყო შარშანდელი უწყისები. ანუ წარსული წითელი წ. ხო. ეს არის ლურჯი საქაღალდე და აქ უნდა ჩააწყო წლევანდელი უწყისები. წლევანდელი, ანუ წ. კარგი ტატო, როგორც გინდა ისე ჩააწყვე და მე თვითონ გადავალაგებ. ხო და ის ქალბატონი თქლა, მაგრამ უნდა მეკითხა, ეს შვებულება როდის მექნება? რა? აი შვებულება, შვებულება. რა ვიცი, ჯერ წესით არ გვეკუთვნის ტატო, მაგრამ ისე რა კარგი იქნებოდა ბაკურიანი. ხო, ძალიან მაგარია თოვლი, თხილამურები, ბურანი, ხო. ტატო, თუ მოგცე შვებულება, თუ გინდა ერთად წავიდე. არა, არ მიყვარს თოვლი. არა. ეს აქ უნდა იყოს რა მოგრება. კარგი რა. ისა რა ქვია, გამარჯობა. ტატო, ისა, თეკლა მითხრა რომ ბუღალტერიაში ვარ და ჩამოვიდეს, ხო? აქ ვარ, ტატო. უიეთყობა შემეშალა, რაიმე გზავნილი ხომ არ არის ქალბატონო თეკლა? კარგით, მაშინ არ დავჯდები და როცა იქნება გზავნილი, მე აქედან წავიღებ. კარგით, მაშინ გავალ და გარეთ დაგველოდებით, როცა გზავნილი მოვა, შემოვალ და წავიღებ. ან ტატო გავიდეს გარეთ დაგველოდოს და მე კარგი გავდივარ გასაგები. ხო. მეც გავალ ქალბატონო თეკლა, ჩავალ უბრალოდ მეტყვი, ანუ შვებულება მეკუთვნის თუ არ მაინც, რო ვიცოდე. ხო, ეს მახსოვს. წლევანდელი, ანუ წ, ხო. რა კარგი იქნებოდა შვებულება, მაგრამ ქალბატონ რუსუდანს როგორ უნდა ვუთხრა? მოიცა რუსუდანი და პატა. მე ზახტი თეკლა. პატა. კარგი, ბოდიში გავალ და გარეთ დაგველოდო. არა, პატა, შემოდი, რამდენი ხანი არ შემოსულ ხარ, დაჯექი პატა. რა? რა, ცუდად ხო არ ხარ რაღაცნაირად იყურები? არა, თეკლა, რა, სულად რატო? პირიქით, ის რა ქვია. კარგად ვარ, ძალიან კარგად ის. რა? არაფერი ისე, ხო. არაფერი. ისა, პატა, რაღაც უნდა გთხოვო. კი, გისმენთ. შვებულებაში მინდა გავიდე და შენი დახმარება მჭირდება. ვაიმე თეკლა შენ ხო იცი რომ მე შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ თეკლა თუ გინდა მთებს გადავდგავ თეკლა შენი გულისთვის და მე ისე უკან გადმოვდგავ შენი გულისთვის თორე იყოს რა გადადგმული ვის რა შეუშლის ხელს არა თეკლა ხო მაგრამ აი თეკლა აბა რანაირად მე უბრალოდ კურიერი კაცი ვარ უბრალოდ თანამდებობა მაქვს მე რო არ მეხება იქ შვებულებები რა ვქნა ხო და პატა ვისაც ეხება იმას უნდა დაელაპარაკო ანუ ქალბატონ რუსუდანს ნუ დაელაპარაკო რა ცოტა უნდა გაეპრანჭობა
პაატა. ვაიმე, თეკლა ისა. რა არის? შენ ხო იცი რომ მე რაინდი ვარ, სულით რაინდი, მაგრამ აბა თეკლა არ შემიძლია, აბა რანაირად დაგეხმარო, აბა. არა და როგორ ვემზადებოდი ბაკურიანში წასასვლელად. კომბინეზონიც ვიყიდე და ქურთუკიც პაატა. მე რა გინდა თეკლა, ჩემთაგან მოდი სახში და ისეც ივა კომბინეზონი დაგჭირდება ქურთუკიც. რა იქნებ უთხრა პაატა, გეხვეწები რა. ვაიმე, თეკლა არ შემიძლია, მართლა არ შემიძლია, თეკლა, აი როგორ მივიდე, როგორ უთხრა, აბა ეხლა თან მე ხომ იცი უნდა დამიწყოს არა ეს. პაატა, დღეს რა კარგად გამოიყურები, პაატა. ზამე ხომ არ აღნიშნოთ, პაატა. რაღაც და არ მინდა, თეკლა, ყალბი ვიქნები, გესმის ჩემი, ყალბი ვიქნები, რატო არ გესმის, თეკლა, გაიგე ჩემს. პაატა, ადვილია, რომანტიზმზე დაელაპარაკე, სიყვარულზე, გრძნობებზე დაელაპარაკე რა. ჩემი ხათრით რა, პუ. როგორ თეკლა? პუ. ისა, არაფერი თეკლა, ისა. თეკლა რა არიცი? შენ რო დაგელაპარაკო გრძნობებზე და სიყვარულზე, ქალბატონი რუსუდანის ხათრით, არა? თე. კარგი რა, წარმოიდგინე ახლა მთელი ახალი წელი უნდა ვიყო აქ. არა და როგორ მინდოდა ახალ წელს კარგად შევხვედროდი პაატა. ხო, არა და მეგონა მეგობრებთან ერთად გავერთობოდი პაატა. ვაი და გასკრა თორი კაცო. კარგი, გავალ თეკლა, კარგი, წავალ ხო შენი ხათრით. წავალ და დაველაპარაკები ოღონდ ისა. შენი ხათრით. ხო. წავიდე. ასაპარეთი ხარ პაატა, კი? წადი. წავიდე. კარგი. ხო. თეკლა, რა არიცი? სწორად გამიგე თეკლა, აბა არ შემიძლია და აბა ისა სწორად გამიგე, აბა ქალბატონ რუსუდანს როგორ დაველაპარაკო გრძნობებზე, აბა შენს გარდა მე ვერავის ვერ დაველაპარაკები, ლაპარაკები ვერავის. ესეთი ცუდი ახალი წელი არასდროს არ მქონია. თეკლა, რა ქენიცი? თუ არ გიშვებენ შვებულებაში ხო, მოდი, გაიპარე, ჰა? სად უნდა გავიპარო პაატა? სად და ჯერ ჩემთან ხარაგაულში. მე ნათესავები რო გაიცნობენ ერთმანეთს, სადაც კიდე იქ წავიდე. კარგი პაატა, რა კარგი რა. კარგი თეკლა, ხო, კარგი, წავალ, შენი ხათრით წავალ. კარგი, სად მიდიხარ? კურიერო პაატა, სად მიდიხარ? აბა რა ვქნა, თეკლა არ იღება, კარი არ იღება და რო იღებოდეს კიდე ხო წავიდოდი და აბა ჭუჭურუტანა კიდე ამას არა აქვს, თორე შენი გულით ჭუჭურუტანაშიც გავძრებოდი, არა თეკლა, ხო იცი, არა ხო და ისე დაფიქრდი, რა და ის სიტყვა არა ეს ჭუჭურუტანა. დაფიქრდი, რას ნიშნავს, იცი, ჩემი აზრით რას ნიშნავს, იცი რომ ეთქვა ვიღაც ეგეთი ტანი ქონდა, გაიგე, ჭუჭურუტანი ქონდა რა. და მე დაარქვეს ჭუჭურუტანა რა, ეგრე დაარქვეს, ხო? კარგი, წავალ თეკლა. კარგი თეკლა, წავალ. კარგი, შენი ხათრით წავალ თეკლა და დაველაპარაკები, კარგი. კარგი. შენი ხათრით, კარგი თეკლა, კარგი. თეკლა. ის როგორ იყო წეღან? პუ. აუბიძია გადართე რა, მოფილმებს უყურებდი. გადართე ქრონიკას უყურებდი. აუ მე ისიც დამთორდება და მეც აღარ მინდა. რა ხმა იყო? არ ვიცი, მე მგონი პროფესორი წაიქცა. ბატონო პროფესორო. აუ? ბატონო პროფესორო, როგორ ხართ? მე მგონი მართლა წაიქცა. ვაიმე, ესა, ნიკა, მოდი მომეხმარე, წამოვაყენოთ. მოდი, ხილად ბატონო პროფესორო. ხილად. ვაიმე. რა ძალიან მტკივად? რა მოგივიდათ? რა და აბაზაინა გამოდიოდი რა უკვე რა ფაქტიურად და იატაკი ყოფილა სველი. ხო. ხახუნის ძალა შესაბამისად მცირე არის მაგ დროს. ხო. და იმპულსმა და გრავიტაციამ ძლია და
წავიქეცი. რაო? ფეხი ამის რეალზე და წავიქეციო. რა დაარტყით? ბავშვი აქ არის? მაშინ ზურგი. ბატონო პროფესორო, კი ვართ? ძალიან. არა, სახეზე ვერ გამჩნევ და მაგიტო გეკითხებით. თავიც მткиვა. თავი. ნუ ეთყობა ფეხი რო არ გისრიალდა და რო დაარტყით ზურგი. ეთყობა თავიც მაშინ დაარტყით. არა, თავის კარები რო შემოაღე, თავში მოხდა. არ ვიცოდი. წამოწექით ცოტა ხანი დაისვენეთ. არა, იყო სახში წავალჯობია. არა, ორი წუთი დაჯექით მაინც და მე გახვალთ, რა ვიცი. იყოს სახში წამოვწები. კარგი, წადით მაშინ. ვაი. აი, ხო გითხარით. რას რა მითხარით, სად წამოვწექით? აი, მომდან და წამოვწექით. აქ, კარგი. ხო. მოდი, ნელა ფრთხილად, აი ესე შემოუბრუნდით, აი ესე. არ გამიშვ. არა, არ გაგიშვით. მე აქ ვარ, ნუ გეშინიეთ. აი აქ ვარ, ფრთხილად, აი ესე. აი, დადეთ თავი. ხო. მიდით. ხო, ეგ საჭიროა კი. ხო. კარგი, ესა დავრეკავ მე. ბიძა დაუკვდი რანაირი ახალი წელი მოდის. მე საჩუქრებით დატვირთო თოვლის ბაბუას ველოდებოდა და დამტრეული ფიზიკოსი მოვიდა. რამადი ჭაღი ქონიათ აქამდე არ შემიჩნევა. ხო, მე სასტრაფოში დავრეკავ. ალო, სასტრაფოა. გამარჯობა, იცით, ჩემი მეზობელი პროფესორი არ უთხრა რომ აბაზანაში წავიქეთ. ჩემი მეზობელი პროფესორი, იცით, კიბეებზე ჩადიოდა. რო წავიქეცი ის არ უთხრა რა უთხრა. ჩემი მეზობელი პროფესორი კიბეებზე ჩადიოდა და კარგად არის ახლა. რაღაც მარეკინებით რა არის? შენთან რა გინდა მე ხო არ გითხარი დარეკე. იყავით, იცეკით. შვიდად წყნარად. ხო. ბიძა, საერთოდ რომ ვეღარა დღეს რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? მორთოთ უცნაური ნაძვისხე გვექნება. ხო, ისე მაგარია, პროფესორი ნაძვისხე და თეკლა ჩიჩილაკი. ესა ბატონო პროფესორო, რამე ხო არ მოგართვათ? არა, ნუ შეწუხდებით. ჩაი მომიტანეთ მხოლოდ რა. ჩაი. ოღონდ მწვანე. და მაისის თაფლი გექნებათ სადმე. ეს მაისის თაფლი 15-მდე თუ 15-ის მერე კიდე ამოღებდა. მიდი ჩაიდანი დაადე, მიდი. ჩაიდანი დაადე. მე მაინც წავქცეულიყო. ლაშა, ეს ბალის ცოტა დიდი არის და კისერს კენს და რამე მიშველი რა. კარგით, პატარა ბალის მოვიდა. აი ეს. აბა, მოდით, გამოცალეს. აი ესე. ой, სად არის კაცო? აი. ასე? ეს ძალიან პატარა არის. ესა მიდი თუნდაც დიდი ბალიში მოიტანე. დაწუხები ბოდიში. არა, შეწუხებაა როგორ გეკადრებით. ეს. აბა, ერთი თუთი გასაკეთებ დადე კაცო, დადე. ასე? აბა ნახეთ, ასე? ნუ იდეალური არ არის, მაგრამ იყოს, არა უშავს. ხო. კარგით, მე ჩაის გავამზადებ. ნიკა, მოდი შენ და ეს ტელევიზორი ჩამირთე მეორე არხზე რა. რეალურ დათხოვაზე ისაუბრებენ ჩემი კოლეგები და საინტერესო არის. მოდი, შენც უყურე, შენცაც საინტერესოა. გამარჯობა მათე ბიჭო. ხარ კარგა. რა ვიცი, ეხლა კარგად ვარ, მაგრამ ის რომ მოვა რა ვიცი როგორ ვიქნები, აბა მომისმინე მათე ბიჭო. ეხლა ჩემთან აქ უნდა მოვიდეს ჩემი უფროსი ქალბატონი რუსუდანი.
ხო და მაგიდასთან რომ დავსხდებით და ლაპარაკს რომ დავიწყებთ, შენ ხშირად მოდი ხოლმე ჩვენთან დიდი ხანი არ დაგტოვო, გარიგე? კარგი და რუსუდანი ეგ რომ მიხვდები რომ მოვა ესე ჩემთან და ესე მეტყვის. ბატა რა კარგად გამოიყურებით ბატა. რა კარგი ბატა შეგიჩებეთ, ხვალ შევხვდეთ. ბატა და ეგრე მიხვდები შენ რომელიც არის ხალხი ახლა უნდა მოვიდე წუთი. აი მოვიდე, ვაიმე მოდის. დაოკლდი ბატა, დაოკლდი თეკლას გულისთვის ყველაფერი. გამარჯობა ხალბატონ რუსუდან. გამარჯობა ბატა, როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით ხალბატონ რუსუდან? არ არის საჭირო ბატა ეს ხალბატონო. კარგი, გასაგებია. მაშინ დაბრძანდით რუსო. აი აქ წონე სავარძელზე დაბრძანდით, წონე სავარძელში თქვენთვის ვინახავდი არაჩვეულებრივი სავარძელია. დაბრძანდით. რაზე უნდა ვისაუბროთ ბატა? აი, არც კი ვიცი საიდან დავიწყო ხალბატონო რუსუდან. მე მგონი სამსახურით უკმაყოფილო არ უნდა იყო. არა, ხალბატონო რუსუდან, რა ბრძანებთ პირიქით რა, რატომ დავიყო, არ ვარ უკმაყოფილო ხო? ცოტაც მოიცადე და შეიძლება დაგაწინაურო კიდეც. შენ ძალიან საინტერესო კადრი ხარ. კი, კადრი ვარ, აბარა ვარ. ზედ გამოჭრილი კადრი ვარ, ხო? გამარჯობა. რას მიირთმევთ? თუ შეიძლება ფორთოხლის წვენი მომიტანე. პიცა რომ შევუკვეთო, მალე იქნება? კი, ბევრი ხალხი არ არის და შესაბამისად პიცაც მალე იქნება. ბატა, ხო შეჭამ პიცას. შევჭამ აბარას ვიზო, მე ხო კადრი ვარ და შევჭამ აბარას ვიზო, ხალბატონ რუსუდან პიცას როგორ არ შევჭამ. ისა მათე ბიჭო, თუ ბევრი საქმე არა გაქვს, დაჯექი ცოტა ხანი ჩვენთან ერთად დაისვენე, ჰა? რატო ბატა, მიხედო საქმეს. წავალ მე. კი ბატონო, კარგით, მაშინ მეც პირდაპირ საქმეზე გადავალ ხალბატონო რუსუდან. უფრო სწორად ხალბატონო რუსო, თქვენ ხომ მითხარით, ხალბატონო არ გინდაო, საჭირო არ არისო და მინდა რომ ისა თეკლაზე მინდა რომ დაგელაპარაკოთ. თეკლაზე? მეგონა ჩვენზე ვისაუბრებდით მხოლოდ. დიდი მადლობა, მათე ბიჭო. ხალბატონო რუსუდან, იცით რა, თქვენ ხო ძალიან კეთილი და არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ. ხალბატონო რა, თქვენ შენ უფრო სწორად, თქვენ შენ რუსუდან, ხო კეთილი ადამიანი ხარ და იცით რა არის, აი თქვენ როცა ხედავთ ხოლმე, თქვენ რო ხედავთ ხოლმე, სულ მინდა რომ გავიქცე რა. ანუ გავიქცე რა, ხო ხდებით რომ აი სარკეში ჩავიხედო, ხო კარგად გამოვიყურები მეთქი ხალბატონო რუსუდან, ხო ხდებით. ხო და მე კიდე ერთი სული მაქვს ხოლმე რო წვევი, დილით როდის გათენდება რომ ავდგე და მივიდე სამსახურში და შევიდე ხოლმე თეკლასთან კაბინეტში რომ ანუ თქვენ ხო ხშირად შემოდიხართ ხოლმე თეკლასთან კაბინეტში და რომ გნახოთ ხოლმე თქვენ და თქვენ რომ შემოდიხართ ხოლმე მე და თეკლას მე ხელს გვიშლით ხოლმე ხალბატონო რუსუდან ხელს გვიშლით ანუ იმიტომ რომ მე და თეკლა ხო სულ კამათობ და თქვენ რომ შემოდიხართ ხოლმე ხო გვეუბნებით რომ ნუჩხუბობ და ხელს რო გვიშლით ხოლმე ესე კამათში და მაგიტომ რა და თქვენ ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ ხალბატონო რუსუდან ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან ძალიან მინდა რომ თეკლა გაუშვათ შვებულებაში თეკლა გაუშვათ შვებულებაში ხალბატონო რუსუდან რუსო რუს უკაცრავად არ გისმენდი ოცნებებში წავედი ხო რას მეუბნებოდი თეკლა რაო? რას გეუბნებოდი და ის არა ქვია იქნება მეთქი თეკლა მეთქი გაუშვათ მეთქი შენც მაგას ფიქრობ? მე მგონი მართალი ხარ ეხლა მე გადავრიკავ და ყველაფერს მოვაგვარებ დიახ დიდი მადლობა ხალხს და ალო ზაზა გამარჯობა გურიერი კადრი როა როგორ ხარ აი ბაატას თხოვნით გირეკავ გურიერი ხო თეკლასთან დაკავშირებით ვიცი რა ზაზა ერთი თვის ხელფასი მიეცი და გაუშვი სამსახურიდან ვაიმე კალბო სწრაფად ვაგვარებ ყველაფერს კალბატონ რუსი ფენის არ ქვია არა ვაიმე რას მეუბნები უკვე მოვიდნენ კარგი დამელოდეთ მე ეხლავე გამოვალ კალბატონ რუსი და თქვენ ისა მე როგორ გითხრათ აი რა გითხრათ მადლობა საჭირო ბატონო გასაგებია მაგრამ მე ისა კალბატონ რუსი და სხვა რა დაგჭირდეს ყოველთვის შენს გვერდით კარგი კალბატონ რუსი და მაგრამ მე ისა რა ქვია სხვა კალბატონ რუსი და მე ისა რა ქვია ვაიმე
ვაიმე ეს რა გავაკეთე, ვაიმე რა გავაკეთე. ვაიმე რა გავაკეთეთ ეს მათე ბიჭო, რა გავაკეთეთ, ჰა? პიცა გავაკეთე. რა პიცა გავაკეთე, ეხლა რა გავაკეთე, პიცა გავაკეთე. პიცა გავაკეთე. ეს რა გავაკეთე? რამეს ხომ არ დაუმატე? რაღაც დავამატებ, ესეთი სისულელე გავაკეთე, მეტი რა გაუნდა დავამატო მათე ბიჭო, ჰა? რა გაუნდა დავამატო? დადე რა ვიცი იყოს. დავი დაჯექი შენ სტუქცალე დაჯექი იყავი დაჯექი რა გავაკეთე. არა, მალე ჩამოვედით კოტებაბუ, ერთ ვიგრძენი. ეს საწავიღო? აივანზე გაიდარება. აივანზე? ვა. ლუცა. შენ რამდენი რამე გამოგვატარებს, ჰა? აჭირს ამასტო. რა სამწს. აუჩ ესე დგას, ხელები აქვს ესე ზემოთ აპყრობილი და ესე სუნთქავს ღრმად. არა, დალი ამისთან რო დათვრა. ორი ჭიქადაა და 5 საათია მითვრალია რა. ასა. მოდის. ლუცა. კარგით რა, კიდე ჭადრაკს დამაჟობთ. აი, რა თუნდა ამდენი ფიქრი არასოსო? თუ გურამ, ხო? აი, შაში, ქიში, დუშაში, ეგ არა? მოდი გელაცველი, მოდი დაჯექი. დაჯექი. მოდიო. დაჯექი, დაისვენა. მე ვახებს მიხედავ. ხა, მიდი. დაიცა, რას გათახდა მამია ბაბუა? იოსებოვიჩ, ხო? მიდი იოსებოვიჩ ვიხე. ვახი. მაგრამ გაასწორა რა სოფელში. კარგი ოჯახი, კაი სუფრა, კაი ხალხი. ხო, და ის რა საყვარელი იყო მამიას თონი ნუნუ. რა ნუცა ქეთო ქვია მაგას. ხო? დაიცა, მე ვის ვხუტებოდი? ზამთრალი ხარ და გაგაზე რა სახში თუ ვინ გაგაცილე. არა. ქეთო, მამია, რაული და ბონდო. აუ რა ბონდო რა რაული, წამო რა გაგაცილო რა. სად ვიყავი? წამო გაგაცილო. არა, დაჯექი. აუ, შენთან მაგ საქმე გულა. აუ, გეხოწავ მითხარი, აი, საერთოდ ცხოვრებაში რა შვები შენ? არა, მართლა გეუბნები, ცალი არ უნდა მოიყვანო. აი, ცოტა რაღაცა გაიხედე, გამოიხედე, თვალი გაახილე, მართლა, აი, ამდენი ანგელოზივით გოგო დავდივართ. ხო, მართალი ხარ. იმას. ხო. ისე პატარა შვება, გაღვიძა უნდა ვაკოცო. და სახში არ არის სამსახურში ალბათ. ისე იოსებოვიჩ, აუ, შენთან მაგ ერთი საქმე. მისთმინე, ამ პატას რეუბნებ რა, ცოლი მოიყვანე. შენ არ უნდა მოიყვანო ცოლი. აიცა, ბაბა, რა დრო ჩემი ცოლია. რატო იოსებოვიჩ, შენთვის ყავს ძალიან მაგარი გოგო. ბებია ჩემის და ციური ბებია. აი, ძალიან მაგარი. არა, ბაბა, რა დრო ჩემი ცოლია. რატო? გამოდი გაგაცილო სახში. არა, მოდი, შენთან მაგ საქმე, მოდი. აუ, შენ საერთოდ წაგიკითხავს რეებს, წერ. რა სოსო, რა მალხაზი, კაი რა. აუ, იოსებოვიჩ უთხარი რა. კოტებაბუ თქვენ ნუ მოусვენთ ამას. არა, მე არ მოусმენ, მაგრამ შენ მოусმინე ამას გამოგაყენე. მართალი ხარ. კაი, წავედი, ხომ და დავისვენო და თან იმას გავაცილებ, თორე ცოდოა, მთელი დღე დაიღალა, ხო გურამ. წამოდი გურამ. გავაცილებ ამას, ხო? ნუცა. ბატონო. ისა ბებია შენის დას რა ქვია? იოსებოვიჩ, შენ ვინც არ გიცნობს იოსებოვიჩ. წავედი. მეგონი ჩაეძინა. ძლივს. გავგიჟდი უკვე აღარ შემიძლია. ძალიან დამღალა რა. ჯერ ვაფლი მოუნდა. მერე ჩირიო. მერე ეს მზემიჭყირინებსო. მთელი ქალაქი მოვიარე და ძლივს ვიშოვე ის ლეღვის ყლაპი. ბიძე,
შენ მე მკითხე. 2 საათია პულტით ვდგევარ და სხვადასხვა არხებზე მართვევინებს. კიდე კაი ბოლოს პულტის ელემენტები დაიჭდა, თორე ეხლაც იქ ვიქნებოდი. მოიცა და ეს ავთოსად არის, ხო თქვა მოვალო. ხო, რა სად იქნება? ეთყობა ნუცა ნახას ადმი და დგას გაშტერებული ახლა. ვინმე მოდით? აუ დაიწყო მე არ მივარ. მე ეს პაატას ველოდებ. ხო, დის თხოვე რაღაც გამიკეთებ ხო და უნდა მომეხმაროს. გელოდო? გისმენთ ბატონო პროფესორო. ხომ არ გაწუხებთ? რა სამბობ პირიქით. გამარჯობა. თეკლა სახშია? კი, გელოდება. ვაიმე, ეს რა გამაკეთე ხალხო გამისკდა გული აღარ შემიძლია ცუდა თავარ ამის გული გამისკდეს ეხლა რა ბატონო პროფესორო მიიწიერა ცუდა წამოწვევი რა. ცოტა გამაწიდეთ ხალხი არ ხარკაცო აღარ შემიძლია ცუდად ვარ. მე ცუდად ვარ. ხო და მიიწიერდა მე წამოწვევი დავიტები ხო ორი კაცი. მოდი შენ აგერ მოდი ეგრე სავარდელში და ჩაჯექი რა ხდება რა. ვაიმე რა ხდება კი ეს რა გავაკეთე ვაიმე რა ჩავიგე ეს ვაიმე. ვაი ეს რა გავაკეთე. ვაიმე ეს რა გავაკეთე ვაიმე აღარ იტყვი რა ხდება არ ვიცი რა გამისკდა გული ეს რა გავაკეთე ეს ვინ წარმოიდგენდა ამას ვინ წარმოიდგენდა რომ ეს ესე იქნებოდა ეს რა დღეში ვარ ხალხო ვინ წარმოიდგენდა ამას ვინ წარმოიდგენდა ხალხო რა დღეში ვარ ხდება ხოლმე მოკლე ცხოვრება კარგი რა ეხლა კარგი არ მეიუმორება ლაშა გეუბნებით ეკლა მთხოვა მეთქი რომ მიდიო სამსახურში და დაელაპარაკეო ქალბატონ რუსუდანს რომ შვებულებაში გამიშოთო და მეც დაველაპარაკე დაველაპარაკებით უი თავარი გამორჩა ვაი გეტყვი ეხლა ხო მითხრა რომ მიდიო დაელაპარაკეო რომ შვებულებაში გამიშვანო და მე დაველაპარაკე და იმა კიდე საერთოდ გაუშვა სამსახურიდან და ეხლა ხო და ეხლა წარმოვიდგინე ეს ყველაფერი აი აქ ეხლა დღეს თეკლას რო ნახავ ეხლა უნდა უთხრა პირადად ეს ყველაფერი მე აქ წარმოვიდგინე რა დღეში ვარ ლაშა ეხლა მე რას ლო ეს ეხლა აქ უნდა უთხრა თეკლას რო სამსახური აღარა ვაი შენ საწყალო თოვლის ბაბუა თუ სადმე მართლა ხარ და არსებობ მე წამიყვანე სადმე არ მინდა საჩუქრები ამას გავალმეთ ოი თქვენი წამოდგომა შეიძლება როგორ უცებ ესე? აქ ისეთი ამბავი დატრიალდება, ჯობია ჩემი ფეხით გავიდე. უკაცრავად, ბატონო პროფესორო. ტყლაპი გრჩება, ტყლაპი. ტყლაპი იყოს, დაგიტოვებთ. ამბობენ ნერვებს საწყნარებსო და აგერ პაატა ნერვიულობს და გამოგადგებათ. მადლობა ბატონო პროფესორო. ნახომთ. მე გავაკეთე. უი, მოხვედი პაატა. პაატა. უი, თეკლა აქ ხარ. ვერ დაგინახე, ხო? რა ქენი პაატა, ელაპარაკე ქალბატონ რუსუდანს? კი, ველაპარაკე ქალბატონ რუსუდანს და შევხვდი და ის. აი მე რა კარგი ბიჭი ხარ პაატა. მე რა. კი, ველაპარაკე შევხვდი და ის. ხო, კარგი პაატა, კარგი. რა, მითხარი რა. რაო და კიო. კიო, ანუ მიშვებს შვებულებაში, ხო? კიო. ხო და რამდენი ხნით წავიდესო? ხნითო. ანუ ბაკურიანში ხო წავალ? კი თეკლა ბაკურიანში წახვალ, ზაფხულში ზღვაზე წახვალ, რა ვიცი. აი მე რა კარგია პაატა, რა კარგია. ეხლა ჩავალაგებ ჩემოდანს. ვიცია. ეხლა ეს ყველაფერი თეკლამ რო გაიგოს, რა მოხდება? არ ვიცი. პაატა. ბატონო თეკლა. მოიცა, რამეს ხო არ მატყუებ პაატა? არა თეკლა. მართლა ელაპარაკე ქალბატონ რუსუდანს? კი მე ველაპარაკე, ძალიან კარგად ველაპარაკე, მაგრამ მე კი კარგად ველაპარაკე, მაგრამ იმან ისა რა ქვია. მითხარი პაატა რა ხდება? მოკლედ თეკლა ორი ამბავი მაქვს შენთვის. ერთი კარგი და მეორე სამსახური აღარა გაქვს. აი მე კარგი, დაწნადი, თეკლა დაჯიქი, ნუ ნერვიულობ. თეკლა, ნუ ნერვიულობ. თეკლა, ნუ ნერვიულობ. წამოიღე, ტყლაპი, ნუ ნერვიულობ. მოიტანე ტყლაპი, კარგი, თეკლა, ნუ
ბოდიში უნდა მოგიხადო რა. აი, გუშინაც ვილაპარაკე დიდუბალსაც, აი, ეგრე არ ვფიქრობ მართლა, აი, სოსო არის ყველაზე მაგარი პერსონაჟი მთელ მსოფლიოში. არა, ნუ მიხდი ბოდიშს ახლა მივხვდი რომ არ ღირს დიდუბელ სოსოთ ყოფნა, იმიტომ რომ არ მშვედის და ამიტომ დღეიდან აღარ ვარ დიდუბელი სოსო. აუ, რა მაგარია ძალიან. დღეიდან მე მალხაზი ვარ. წავედი მე გუგა რა. ერთი წუთი. მე გუგა არ ვარ, მე მალხაზი ვარ. დამიცადე, გოგონი. მე გავაღებ, მაინც აღარ მაქვს საქმე არაფერი. ой, ტატა, შენც გაიგე ხო? ხო, მეც გავიგე და ველაპარაკე ქალბატონო სუდანს. რა, შენც გამოგიშვეს? არა, თეკლა მივედი და კაცურად დაველაპარაკე, როგორც კაცი ქალს. და რაო მე რა გითხრა? რაო ქალბატონმა რუსუდანმა რა გითხრა? არაფერი, მე ვარ ვაპირებდიო თეკლას განთავისუფლებასო, უბრალოდ პაატამ თხოვაო და იმიტომ გავუშვიო თუ. იმიტომ ანუ დამაბრუნა? დაგაბრუნა, ანუ არც ქონია ხელი მოწერილი შენს გაშვებაზე, მაგრამ ეგრე გამოდის, რომ დაგაბრუნა. ხო, ვაიმე ტატო, დიდი მადლობა. ხო. ვაიმე ტატო, მოდი მე ჩაგიხუტები, დიდი მადლობა. შენც უნდა ჩამეხუტო. ტატო, ხო იცნობ? ხო. რა ვიცი, კი ვიცნობ, მაგრამ ესე არ ვიცნობ რომ